ბაკურიანში კი სამთო სათხილამურო სპორტში სტუდენტური ჩემპიონატი დასრულდა. ტურნირში 60 სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტი მონაწილეობდა. ჩემპიონატი როგორც ვაჟებში, ისე გოგონებს შორის გაიმართა. გიგანტურ სლალომში პირველი ადგილი კოტე ვახტანგიშვილმა დაიკავა. გოგონებს შორის საუკეთესო მანანა წერეთელი გახდა. ასევე გამოვლინდა საუკეთესო მონაწილე სნოუბორდშიც. ჩემპიონატის პრიზიორები თასებით, მედლებით და სხვადასხვა ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. შეჯიბრი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციისა და სამთო სათხილამურო ფედერაციის ინიციატივით ჩატარდა. ეს არის მზადება 2013 წლის ზამთრის უნივერსიადისთვის, რომელიც ჩატარდება სლოვენიაში. ჩვენ ვაკვირდებით ახლა სტუდენტ მოთხილამურეებს. წინა წლებთან შედარებით კიდე აღსანიშნავი ის არის, რომ წელს 5-6 უნივერსიტეტი დაემატა შაშანდელთან შედარებით, უფრო მეტი მონაწილეა. საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციას ჩვენ ხარს უჭერთ იმისთვის, რომ 2 წელია უკვე ატარებს საქართველოში საუნივერსიტეტო ღონისძიებებს ჩემპიონატებს სხვადასხვა სპორტის სახეობებში. ეს ჩატარდა ზამთრის სახეობებში საუნივერსიტეტო შეჯიბრებები, თითქმის ყველა უმაღლესმა სასწავლებელმა მიიღო, საქართველოს ყველა უმაღლესმა სასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა. აი გამიჭირდა ნამდვილად დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვება და რა ვიცი, მინდა მადლობა მოუხადო ჩემ უნივერსიტეტს გვერდში დგომისთვის. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ბაკურიანის სპორტული სკოლა